მოგესალმებით როგორც ნუბი ეს არის არხი უნუბის რეაქციები უნუბი რეაქცია მოკეთ რა ხდება უყურებთ დათარსულებს დღეს ვიქნება მე7 მე8 და მე9 სერიები მე3 სეზონის დღეს ვასრულებთ მე3 სეზონს და ესეთი ამბავია რომ უკვე თლიანად ფაქტიურად ვასრულებთ დათარსულებს იქამდე რაც გამოსული არის ხო და არ მინდა რომ ძალიან დავამთავროთ ამიტომაც ესეთი ჩელენჯი გქონდეს რა თუ ეს ვიდეო 500 ლაიქზე მაშინ მეორე დღესვე დაიდება შემდეგი რეაქცია. თუ 700 ლაიქზე, მაშინ 700 ლაიქზე ასვლიდან 1 საათში დაიდება შემდეგი რეაქცია. და თუ ვერავითო 500 ლაიქზე, უბრალოდ ერთი დღის გამოშვებით დაიდება რეაქცია. რა ესე გავაკეთოთ, იმიტომ რომ აღარ ვრჩება დათარსულები და მინდა რომ ცოტათი გაგვეწელოს ეს ამბავი. მოკეთ, თქვენზე დამოკიდებული ასე ხშირად იქნება დათარსულების რეაქცია. ხე კიდე დავიწყოთ მე7 სერიიდან. მოდი პირდაპირ ლაიქი გავუშვათ. შემოქმედის არხის ლინკი აღწერაში არის. და დავიწყოთ. მე8 სერია არის ძალიან მაგარია და მეკომენტარეს. მე როგორ მემართება? გო. კრიზი ხადა მაგიტონ შენუბო. რას გავარ? წინას ეს ფოტოშოპის რაღაც ძალიან დაიწეროთ ჩემ ტრებს. აბარა! მოიცა მოვიხოთ თო ბიჭო, მოიცა თქვენ რაღაც კიდე მოვა ხო. მე ხამის ფერია. აჰა. რიგინა ხამის ფერი. ეს რა არის? ვოუ. ვახ ბიჭო. არა, უეჭველი ამ ადგილიც ბრალი. რაღაცას გააკეთებს ეს. გავიდე რა. მოიცა? ვა, რა ხდება? რამდენიმე კითხვა მაქვს. რა? შენ გამოცოცხლე? კი. როგორ? ხამისფერია ვარ ბიჭო. მე ჩემი მაგია მაქვს, გაიგე? ახლა კითხვებს მიპასუხე, თორე ისევ წილში დაგაბრუნებ. ეგეც შეგიძლია? იასნა შემიძლია ბიჭო. ეჭვი გეპარება? ეჭვი იცივინებს ეპარებათ ბიჭო. ეგ თუ შეგეძლო ადრე რო გწევდით, რამ შეგიშალა ხელი? თამაში იყავი ძმაო, მან რო რამე მექნახვრინ დატორი მომკლავდა. იჟია დაჟე მაგის რაღაცა სახელს გავუჩალეთ ხამის ფერიას და გააგვიძებინეს სად ყველა. არის? რა ჭახანა ბიჭო? იპასუხე ერთი. შენი სამყარო აქაურობისგან ბევრად განსხვავდება? რა? კი, ბევრად. მაინც რით? მაგალითად, ჩემ სამყაროში ძალით არავინ არაფერს გიშავებს. მოიცა, პრინციპში როგორ არ გიშავებს. ჩემ სამყაროში ვერაჩვედი სიტუაცია. არა, 7 სიტუაცია არა, პრინციპში. კაი რთული კითხვა, ხო იცი? ნუ აქაურობა სჯობია რა, всё, გიპასუხე, ჭახანა უნდა ვიპოვო. მეთქი, ჯერ კიდე მაქვს კითხვები. შენც უნდა გამომყვე. რა? ხო, აბა ჭახანას რო ვიპოვე, გამოფხიზლებაში უნდა დამეხმარო. რატო უნდა დაგეხმარო, ბიჭო, ვაფშე არ მკიდია? რამე შეთავაზი ისეთი რომ მომისმინე, მოდი ასე შევთანხმდეთ რა. მე კითხვებზე გიპასუხებ, შენ მეგობარს გამიღვიძებ. მოსულა? ფეილი. კაი, იყოს ეგრე. კაი, მოდი აქეთ წავიდეთ. მაგარი ხმა ხამის ფერიას. გენიალური გახმარება. სიმართლე. მოგესალმებით, მე ტრაკ ჩაბანაშვილი ვარ და ეს ახალი ამბებია შუა დღის 3 საათზე. თარსულა ისევ შარშია, მოსახლეობის ნახევარზე მეტი კომაშია. მოსახლეები ამბობენ, რომ მათ ქალაქიდან წასვლაც სცადეს, თუმცა სიზმრის სამყაროში მაინც მოხვდნენ. მე ძალიან მაინტერესებს, როდის აიღებს პასუხისგებლობას ანტონ კუტუწელია და როდის დაამთავრებს მის შამანურ ბოროტებას. აიღი პასუხისგებლობა. როგორც ყველა გადაცემაში გაუწყებს, ის ვეგანია. ქალაქში ჩატარებულმა გამოკითხამ გვიჩვენა, რომ ყველა, ვინც კომაში მოხვდა, სულაც უბრუნებდა ხოლმე. ანუ რა გამოდის? ანტონ კუტუწელიას სიბოროტე პირდაპირ ეგოისტურია. მე მას დებატებში ვიწვევ, რომ სამუდამოდ დავასრულოთ მისი თარსულას ქალაქში პარპაში და ამის შემდეგ კი ძველ საქმიანობას დაუბრუნოთ. კუტუს წელვას გულისხმობ, ქალბატონებო და ბატონებო. ვერ ახერხებდა ეს თელის პერიოდი. გასაგებია ყველაფერი. გამოკვლევების პასუხებიც განვიხილეთ და ალბათ გესმით, რომ თქვენი პრობლემები სრულიად უძილობითაა განპირობებული. ამიტომ ახლა მოდი საუკეთესო საძილე საშუალებას გამოგიწერთ, რომ იქნებეს ნერვული სისტემა ცოტა დავამშვიდოთ. და დღეს მქონე მუშაობასაც მოვჩით. თან მალე კრისტალბეთ ეროვნული ლიგა იწყება და 1 2 და 3 შენ დედას შევეცი ბიჭო, მოესრიაკ. რა ხდება კაცო? რასოკეთი? რა ხდება კი არა, ყველა იმას იძახის, რომ ძილის სწავლებს წერსო. რა? ღამის მეფის აგენტი ხარ ხო? ოპა. 1 2 და 3 ჩაიკმინდე ხმა. დავაი, წაიყვანეთ ესაც დილეგში. დილეგი სადიშოვით. როდის მოასწარეთ დილეგის დათრევა? მარი აი მე
მოგესალმებით. მე ანტონ კუტუწელია ვარ და მაყურებელს ახალი ამბებით გიბრუნდებით. ქალაქ თარსულაში მასიური არეულობაა. ქალაქის მაცხოვრებლებმა დილეგში ყველა ექიმი გამოკეტეს, რომელიც ძილის წამლის დანიშნულებას გასცემდა. მათი აზრით ეს ექიმები ღამის მეფის, ხოლო ბოლო დროს უკვე უცნაური სახელით წოდებული ხრინტატორის დამხაშები არის. ასევე მინდა ერთ საკითხს შევეხო, იმიტომ რომ უკვე უამრავი კითხვა და შეტყობინება მომდის. ხალხს რომ ტრაკ ჩაბანაშვილს და მის პროვოკაციურ ქმედებს გამოვეხმაურო. პირველ რიგში ვეგანია, უბრალოდ ხორციანი და რძიანი პროდუქტები მწყენს. გასაგებია? ეს ამოვიდა მის საქციელი. ფიქრობ რომ უკვე ძალიან გაინავარდა ჩემი იგნორით. ამიტომაც თანახმოვარ. მიდი ანტონ. დებატებს დავთანხმდით. გაწელი. რამეთქე? პოლიკ, რა შვები? კაი, დავშვიდი. ის ვის უყურებს? შემოქმედმა რაღაც ახალი ვიდეო და შემოქმედმა? და მაგას უზივარ. რა? მეღადავები? რა ვიდეოს უზიხარ? რაღაცა გვაქვს მოსაფიქრებელი ხრინტატორის ამბავში. კაი, და ეს ჩემი ბედნიერი საათია. ბედნიერი საათის დროს რას ვაკეთებ ხოლმე? უსაქმურად ვიხარ დივანზე, რაღაც ისულელებს უყურებ და ხალხს აგინებ. ზუსტად. პოლიკ, რაღაც უნდა ვქნათ, ამდენი ხალხია სიზმარში გაჭედილი, ჩვენი მეგობრებიც. კაიოს რა გინდა კაცო ვერ გავიგე, მე ხوار გამომიკეტავს ის სიზმრებში ეს ხალხი. საერთოდ რატო აღღერალდე? და შემდეგი რო შენ იყო, შენ რო გაიჭედო სიზმარში, არ გენდომებოდა რომ ვინმე მოსულიყო და ხო, რა ვინმე გადაგაჩნია. გამიწოვე რა, მე რო სიზმარში გავიჭედო, სიზმარს დავჰაკავ და გამოვაღწევ. რას დაჰაკ? პროფესიონალი. მოიცა რა? სიზმრის დაჰაკვა? სიზმრის დაჰაკვა? შეიძლება? მაგარია, ხო იცი შენ. ანუ იმ ბულკმა თუ რაც ერქვა ის მოჩვენება რო იყო, ხო გითხრა ხრინტატორმა საკუთარი სამყარო შექმნაო. ხო. ანუ ხო შეიძლება რომ სამყარო იგივე პრინციპით შეიქმნა, აი როგორც კომპიუტერული თამაშები და კომპიუტერული სამყაროები იქნება ზოგადად. აი ახლა რასაც უყურებ თამაშებს ხომ აკეთებენ, ჰაკავენ. სისტემები უნდა იყოს შექმნის. ხო, გაიოს, მე დროზე თქვი კაცო. იქნებ იგივე ლოგიკა ამ სიზმრების სამყაროზეც მოქმედებდეს. მაჯიკასთან წავიდეთ, ყველაფერი მოუყვეთ, შეიძლება რამე გზა არსებობდეს, რომ ხრინტატორის სიზმარში ცვლილებები შევიტანოთ. ანუ მისი სიზმარი რომ დავჰაკოთ რა? მაგით. თან მაჯიკა ხო ძლიერი ჯადოქარია. ხო, და ასე ყველას გადავარჩენთ რა. კაია, როგორ გამიხარდა? კაი, წარი აბა შენ მაჯიკასთან და მე თავი დამანებე. პოლიკ. გაიოს, ძალიან გთხოვ ჩაიჯვი და ნება მომესი ჩემი ბედნიერი საათით ვისი ამოვნო. კარგი? მე გამომყვები? კი, გამოყვები ხო, ოღონდ ახლა გამეშვი და გამოყვები. კაი, გელოდები მოკლედ. ჩეკა, პატროჯან და სიბნელე. რა თამაშია? რა ვიცი, წეღან ჩავრთე. აი, და რაზეა? არ ვიცი, გაიოს, უნდა მაყურებინო რომ გავიგო. ვა, შენი. ვა, სუპერ ძალები აქვს? ნუ კაი, კენა ბიჭო მაცადე ყურება. აბა, დავლაგდით. კი, ყველა ექიმი დილეგშია ამოკეტილი. ძალიან კაი, მაგათ ეგონა ჩვენ აქ დებილები ვართ ეთყობა. რამდენი ძილის წამალი ქონიათ ბიჭო გამოწერილი, აი შოქში ჩავარდი პირდაპირ. ეჭვი არაა რომ ღამის მეფეზე მუშაობენ ეგ სადისტები ეგენი. და ახლა რა შვებით? არ ვიცი, ხალხი არ დავიძინოთ, ეგ არის ახლა მთავარი. ჩვენ ახლა ერთმანეთს გვერდში უნდა დაუდგეთ, ვამოწმოთ ყოველი წამი, რომ არ დაგვეძინოს. იმიტომ რომ თუ დაგვეძინა, კაცმა არ იცის რა მოხდება. ნიუტონ შენც ყურადღებით იყავი, იცოდე, თუ შეატყერო რომელიმეს ეძინება, ეგრევე აიღე ხელი და თხლიჟე სიფათში. ვიცი რომ რთული იქნება, აბა როგორია, უკვე 3 დღე არ გვიძინია. აგენ მე პირადად მოჩვენებები და მეწყო უკვე. მარა კაცობაზეა აქ ბაზარი და განძლეობაზე სიმონ. ძილმა რა უნდა დაგვაკლოს ბიჭო? ამდენი წელია? იდი. ნიუტონ. It's time. გაიღვიძე ბიჭო. რა ხდება? არაფერი არ ხდება, ძმაო, დაგეძინა და ჩაგარტყი როგორც მითხარი. მე გეცხარი კაცოს ხვევს ურტყითხო ბიჭო. არა ხო, ჯიგარი ხარ რო გამაღვიძე. აუ პიზდეცია, კაროჩე, რა ჩვენ ესე ცოცხლები ვერ გადავრჩებიცი, ხრინტატორი თუ არა უძილობა უეჭველი მოკლავს. ხო, ახლა იცი რა კენი? გახსენი ქათმის სალათი, ასე ჩანგლით გადაბუწე გვერდებზე და ხო, მეტლახია გასაკეთებელი, ხვალ მოდი. ხელოსანს ველაპარაკებოდი. აჰა. აქ რა გინდათ ბავშვებო? ბატონო მაჯიკა, ამ ბოლო დღეებში ბევრი რამ გავიგეთ და გვინდოდა თქვენთვისაც გვეთქვა. იცი რა, მე პირადად დავნებდი. ღამის მეფეზე არაფერი ვიცი. არ ჩემი შელოცვები ჭრის მის მიერ შეპყრობილ ხალხთან. არც ქალაქიდან წასვლა მუშველა ზოგიერთებს. ბრძოლა წავაგეთ. ამას უბრალოდ უნდა შევეგუოთ ბიჭო. რა შეგო. ადრე ქათმისალათას არ ეგოებია. მისი მაგია სიზმრების კვლევას მიუძღვნა და ბოლოს საკუთარი სიზმრების სამყარო შექმნა, სადაც ახლა თარსულას მოსახლეობას კეტავს. ამიტომ არ მოქმედებს კომაში ჩავარდინ ხალხზე თქვენი შელოცვები. მათი გონება ამ სამყაროში არაა, ისინი ხრინტატორთან არიან, სადაც ყველაფერს თავად აკონტროლებს, გესმით? რა?
ეს ყველაფერი საიდან იცით? ვიღაც მაჯიკა მოჩვენებამ ასე გითხრა ახლა მაგის სკოლაში. ისიც გითხრათ თუ გინდათ რომ დაამარცხოთ მისი სამყაროდან უნდა გამოიყვანოთო. კი, მაგრამ მაგაზე ბევრი ვიფიქრეთ, იცით და მივხვდით რომ შეუძლებელია. პრედატორს თავის სამყაროდან ვერ გამოვიყვანთ, მაგრამ დღეს კიდევ ერთი იდეა მომივიდა. არ შეგვიძლია რომ მის მიერ შექმნილი სამყარო ასე ვთქვათ, დავჰაკოთ? ნახ, გაიოს, ხო ხარ მოსაკლავი რა? ვუყურებდი ტელევიზორ ჩემთვის, აჰა, ხო ხედავ რომ იმ ადგილს ვერ დავჰაკავთ. წავიდეთ ესა ისა, მაჯიკა ძლიერი ჯადოქარია. დახაკავთ რა, კაი, დახაკავთ. გაიოს, საოცარი იდეა. ხრიდატორის სიზმრების დაჰაკვა შეიძლება, თუმცა ამას მარტო ვერ შევძლებთ. სიზმრის დაჰაკვა ისეთ ვინმე შეუძლია, ვინც მედიტაციის ყველაზე ღრმა ტექნიკას ფლობს. იცნობთ ვინმე ეგეც? კი, ვიცნობ. ეს ადამიანები ცენტრის მედიტაციის სრულყოფით არიან ცნობილები. ყველაფერს თავად უკეთ აგიხსნიან. კაი, მაგრამ დაგვეხმარებიან რო? კი, დაგვეხმარებიან. დაგეხმარებიან, ბაიას იზაო. სენტერიუს მედიტარიუს. ოპა, ცენტრის მედიტაციები. რა ხალხი. ბაიო. ოჰო, მაჯიკა? დიდი ხანია არ მინახი ხარ. ძმაო ხუთი, თქვენი ცენტრის ძალა გვჭირდება. ხო და მაშინ ყველამ ყურადღება მოიკრიფეთ. გახსენით პირი, გული, მესამე თვალი, ანუსი. ძალიან კარგი. კიდევ ვინმე გვჭირდება, ვინმე ფიზიკურად ძლიერი. პრობლემა არაა, ვიცი ვისაც უნდა დაურეკო. გაიოზა. აღარ აქვს ძალა. ალო. ღამის მეფე ვიპოვე, ჩენი დახმარება გვჭირდება. მაჯიკასთან მოდი. აბა ვის ჩაუმ? რა კაცი. ოპა, ეს სხვა ამბავია. რაღაც ბრძოლის ხასიათზე რა დავდექი, ხო კაცი იცი? გაიჩითა. კარგი, დროა გეგმა მოვიფიქროთ. შენ საიდანღაც მეცნობი ისე. არა, კაცი. სადღაც 2 წლის წინ ჩვენი შენობისთვის ხوار დაგიკუებია. აი იყო ის. აი ვიპოვე აქა. ჭახან, რა შვები ბიჭო? ფერია, აქ მოდი. აუ, ნუ მე უფროსები რა თუ ძმა ხარ. საინტერესოა. მსგავსი რამ ადრე არასდროს მომხდარა. აქ მოსვლით დიდი შეცდომა დაუშვი. ახლა შენი მოკვლა მომიწევს. გაგწოვა. შემდეგი სერია. ისევ რო დამაგინო არა? ამაზე მოდი ძალიან მაგარია, აბონახოთ. ყველა აუცილებელია. ეგ შენთვის არ უთქვამს ბიჭო, მე მითხრა. წინა ვიდეოს კომენტარში დაწერეს. მე ხომ გაგაფრთხილე. აქ შენი ძალები არ გამოიყენო თქო. რა ხდება? რა ხდება და ხრინტატორი ქურდია? ხო, ზუსტად, ქურდია. ყველას ეუბნება რომ ეს სამყარო მისია და მას შექმნა, მაგრამ ეს სიმართლე არა. მე ხამის ფერია ვარ და ხამის სამყაროც მე შევქმენი. ეს არასორი კიდე მოვიდა და დამახია. დედა მოვტყან შენი. ბევრი ლაპარაკია იმისგან, ვინც წამიწამზე უნდა მოკვდეს. და მე რამდენად მკლავ? რამდენჯერაც საჭირო იქნება. მე რამდენად? ხო, მკლავს, მე ცოცხლები და არაფერი მახსოვს ხოლმე. რასაც მეტყვის იმას ვაკეთებ. მე ნელ-ნელა კი მახსენდება და მე ისე მკლავს. ეს პარტახი კაცი ეს. ამჯერად ამას აღარ დაუშვებ. ხომ იცი, რომ გაქცევას აზრი არ აქვს. ჭახან გაიყვიძე ბიჭო დროზე. რა გაიყვიძე და ისიც ასული იყო რა. ის ვერაფერს ვიზამ, ჯანდაბა. რა ვქნა ვეღარ გავიგე, წავალ იქნებ ფერიას უშველო, მაგრამ რა ჯანდაბა უნდა უშველო? ოპა. კარგი, კიდევ ერთხელ ეს მაგათ გავს იმას. სასრულობის ომი ქვია, ხო? მარველის ამბები რა. და პორტალები რო გაიხსნება. რო გაცოცხდებიან. ავიაროთ. განდრონო, შენის დავიწყოთ. როცა შიგნით შევალ, ავფრინდები და ვეცდები ხრინტატორი ვიპოვო რა. და როცა ვნახავ ჰაერში წითელ ენერგიას გავისვრი და ნიშანსაც მოგცემ. კარგი. ძმაო ხუთი თქვენ? მე და ჩემი ძმები ცენტრის მედიტაციას დავიწყეთ. ეს ხრინტატორს გავლენის 80%-ს დააკარგვინებს, 80%. 80 მინუს 80. რეალობის манипуляცია შედის. აი ეგეც ჩეთი ის არის, ოქია, ხო დაჰაკვა ფაქტიურად. რაც მას ყველაზე საშიშ ხდის, მაგრამ რა შემოვა? რეალობის манипуляცია შედის. რაც მას ყველაზე საშიშ ხდის, მაგრამ იცოდეთ. პირდაპირ არის, ხო? თანუსის ამბავია. ფერიც თანუსის არის. აბა მე აქ რისთვის ვარ, ძმა? ყველაფერი რიგზე იქნება. სამყარო დამბებია შემოტანილი. შენ ჩვენი შენობისთვის ნახტად არ დაგიკუებია, ხო? შენ რა გამიტრაკეტო? არ ყოფილ ვარ მეთქი ეგ. ოკაი, ხო. იცოდე, როცა მედიტაციას დავიწყებთ, ეს სამყარო შეიძლება მთლიანად შეიცვალოს.
რას ნიშნავს? მაინც ამდენად შეიცვალოს. რა არის კაცო, არაფერი არის იცი შენ? იმას ნიშნავს რომ ბერების მედიტაციის დროს რეალობა ირღვევა. შეიძლება გარემომ და მათ შორის შენც კი ძალიანაც სახე იცვალო, იცი? ამიტომ მაგისთვის მზად იყავი და არ დაიბნე. აჰა, გასაგებია. თქვენი ჯერია. ჩვენ ყველგან კომაში ჩავარდნით ხალხს მოძებნით და აპერიოს შელოცვით გამოვაფხიზლებთ. ძალიან კარგი. აპერიო დავჩები და დამსავშელოცვას დავაყენებ, რომ მათ ვერავინ მიეკაროს. ისინი გამარჯვების მთავარი გასაღები არიან. აბა, ყველანი მზად ვართ? ნიან გონი კი. ძალიან კარგი. აბა, შიგნით შევედით. ის კი. კობას ამ დროსო წაიყვანეთ. ის იქნებოდა. სადაა ხრინტატორიტო? ჯერ რა სახელია ხრინტატორი? აი ესე სახელის მოფიქრებაში კი ვარ თესლი. განდრონი. სახელი არის ეს, ძმა, გამიგე? ასეული სახელი. ისა ბიჭო, ვინა? გამოვიდეს, ვინც უნდა გადავიტყავ პროპელერს. ადაუს. ფუშენი. ეს რა ხარ? პროპელერი გამძვრა. თქვენ ვინა ხართ? ო ხედავ აი, საერთოდ არ უნდა დავრჩენილიყავით ამ თავსულაში. ეშმაკის მოციქულს გადავეყარეთ. აუ, გაიბადო, მე ავიღებ თავზე მის ცოდვებს ცოდოა. კაცო, შენი ცოდვებიც გეყოფა ახლა ამის. გაიბადო, კაი. შიქ ხო არა გაქვს, ძმა, გამიგე? ვის ეუბნები, კაცო? მე ვიცი, ვისაც ეუბნება. აუ, გაიბადო. ჩემი ხასიათი ხო იცი, ეშმაკს გავუკეთებ ახლა უკან. თარსულას მოსახლეო. კეთილი იყოს თქვენი სიზმრის თამაში. ზუსტად მაგომეში შევინე. მალე დაიწყება. ესეც ხრინტატორი, წავედი მე. თქვენ რავი, მაგარი ტიპები ხართ, პროსტა ნუ დაჭამთ ერთმანეთს, მა, გამიგე? მე, პროპელერი არ ჭირდება? აუ, ბადო, კაი. პროსტა ეკეთე პროპელერი ამდენი ხანი. და სამი ფო, მაინც დაგვენძრა ბიჭო. ფო, ნიუტონ არ გითხარი ჩამარტყით ხო თუ დამენზინათ ხო ბიჭო? ჩემი მეც მენძინებოდა ძმაო და რა მექნა. აუ, ახლა ახალი თამაში უნდა ვითამაშოთ, ხო? ყველას ერთინი გაგიძინე. იმდენი ხანია არ მძინები ასემო, გუშინ გაზეთზე კარაქი გადაუსვი და სანამ ჭამდი პურს კითხულობდი ნახევარი საათი. რაცა ეგა, ვიბრძოლოთ მაგის დედას ვატირე. ეკა მივოდე ეგა. პურს კითხულ. სიზმრის მესამე თამაშები დაიწყო. ჯანდაბა დროულად უნდა ვიმოქმედოთ. დაიწყი მალე. გახსენით ანუსიო. ოჰო. აი, ცენტრიც გამოჩნდა. მაჯიკა ჩვენ მზად ვართ. განდრონო მიდი დროზე. თამაშის დაწყების საშუალება არ უნდა მიცეთ. ხშენი გაიოს, ყველაფერი შენი ბრალია. რა გინდა კაცო? ახლა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას უნდა ვუყურებ. ჩემი ან YouTube-ზე ვნახულობდე რაღაცას. ან ახალი PlayStation-ისთვის თამაშობდე, მაგრამ არა. გაიოს მაიჩემა რომ ყველა უნდა გადავარჩინოთ. ესა, ისა, ნე. აცოდი ცხოვრება კაცო. თამაშებში გაწოვილები. რა ჩემი ბრალია კაცო? დაძინებას არ აპირებდი? ჰა? რო დაგეძინა მაინც თამაში მოხდებოდი და ცოტა ჭკუა დაატანე ხოლმე სანამ რამეს დავამბრალებ. ანუ მე ვარ დებილი? ხო, დებილი ხარ. ხო და შენი ჭკვიანი კარგი მოდი აქა. თავს მოგაჭამდი. აუ, ბიჭები, ატო ჭკუბია. როგორ შექმნით? აუ, გამოშტერდებინე. მეგრელო? გაიოს! შენი ბრალია ყველაფერი. აჯოსგან მაინც ვიყავი დასვენებული. მაშასე, თამაშისთვის მოიმზადეთ. წესები მარტივია. აჰა, გიპოვე. ესე იგი შენი ბრალია ორჯერ უამ სირობა სამყაროში გავიჩნდე და თამაში მიწევდა რა? განდრონო, შენზე მსმენია. ჭკუა ვერ ისწავლეთ არა თავსულელებმა. ის კოსმიური ყუთის სახით ვათრიე და შენ რა უნდა მიქნა? მაგას გაიგებ, მაგრამ რამ წამოგიარა ძმა? ვაფშე რა ბაზარია? ხალხს ამას რატო უკეთებ? ახლა რა, ჩემი ისტორია გინდა მოგიყვე? ხოლოდ თავარი მომენტები რა. ყველაფერი მამა ჩემიც. ნებისმიერი ანიმაციები ესი არის თუ რაღაც სუპერგმირული ფილმები. გადამწყვეტი ბრძოლის ისტორია უნდა მოყვეს. დაიწყო. მოძალადე იყო. ცხოვრებაზე გამამწარა, ისე გავიზარდე რომ თავიდან მასზე სიბრაზე ვერ ამოვიგდე, მაგრამ თავარი ეგ არაა. ეგ ყველაფერი სიმართლის გაანალიზებაში დამეხმარა. მოაზროვნე არსება ვირუსია. ჭამს ყველას და ყველაფერს, ანადგურებს ყველას და ყველაფერს, სანადგურებს ყველას და ყველაფერს. როცა რესურსებს ამოწურავს სხვა ადგილას გადადის და იგივეს აგრძელებს. ერთმანეთის კლა, შეურაცხყოფა, ცხოვრების არევდარება და გამწარება, ეს ადამიანის ბუნებაშია. ამ ყველაფერს იმისთვის ვაკეთებ, რომ ჯერ მათ საკუთარი ნამდვილი სახე ვაჩვენო.
მინდა ერთმანეთს ეთამაშონ მეგობრებმა მეგობრები, ოჯახის წევრებმა ოჯახის წევრები გაწირონ, რომ თელმა მოსახლეობამ გაანალიზოს მათი რეალური არსი. შემდეგი აქ დატყვევებულ ხალხს თელს პლანეტაზე გავუშვებ და იქამდე იბრძოლებ. სანამ მთელი პლანეტა კომაში არ ჩავარდება და არსებობა არ შეწყდება, რომ გარემო დაისვენოს. ამოისუნთქოს. ამდენი ბოღმიანი და ნეგატიური ენერგიისგან გაიწმინდოს და შემდეგი ცირ არ რჩება. სიმშვიდე. შენ ხო არა ანძრე? მამაჩემიც მაგარი ნაგლი კაცი იყო, ძმაო, ერთხელ მეუბნება უბანში რას გდიხარო. მე განდრონს, მეთქი რა გინდა? რა მინდაო შემამაძაღლო, წადი სკოლაში ისწავლეო. მეთქი მე თუ მამაძაღლი ვარ, ანუ შენ ვინ გამოდიხარ თქო რა, ხო ვაზე ხარ რა გამიგე? რა გაგიკვირდა? ეს ყველაფერი იმისგან რით განსხვავდება, რასაც ადამიანი ზოგადად ჩადის. იმის კეთებაში მოკვდებიან რაც უყვართ. ან თუნდაც შენ 2 წლის წინ თავად არ გინდოდა სამყაროს დაპყრობა? მე დაპყრობა მინდოდა, მოსპობა კი არა ძმა. მოდი ყველამ თავისით გადაწყვიტოს სიკვდილი ჯობია თუ სიცოცხლე, გამიგე? ვერ გავიგებ. მაშინ გაგაგებინე. მიდი გაგაგებინე რა მინდა. ოპა. ეს ნიშანია, დაიწყეთ. ახლავე, აი კნოპკას დავაჭერ ხეს და წავიდა. ოპა! ბერებმა აშკარად მედიტაცია დაიწყეს კი აშკარად. ხალხი უნდა გავაგვიძოთ. ხალხის გაგვიძება შეგიძლიათ? კი, შეგვიძლია. წამოდით დროზე, ვითი ჭახანა სადაცაა. პაჭოჭე კათამო, პოლიკ მიიჯვი. რაო, რას ამბობ? თვითონაც გადაიქცევ ხა რაღაც. კაი, რავი, კაიოს რა ვიცი, აბა დავკლათ ეს კათამი, მოდი. შენი არ შემარგო გადაობა. წავედით. მალე. ვერ გავიგე კაცო, თამაში რა გვარი წება და საერთოდ რა ხდება ვერ ხვდები. აქ რა მოხდება ჩინ. რა ხდება ბიჭო, რაღაც უცნაურად ხედავ ყველაფერს ხო აღადაოთ, ჩემი ვაიმე თვალებზე დამჭია. გასწორდა. ამოვისუნთქე ჩემ. რა ჯანდაბა ხდება? რაო ხრინტატო, რეალობას ვეღარ აკონტროლებ ძმა? აქ მარტო არ მოსულხარ არა? დამხმარეები გყავს. ოპო. რა რები იყო ეს? ოკეი. ეს დახადინეს აშკარად. რა ხდება? უბრალოდ. კარგი, ბერები ალბათ დანია ის ნახატებს გავდო. აბა, კიდევ დიდხანს უნდა ეს ნახატები რო არის ხოლმე თვითონ ეგა. ითლება მთლიანად შეიცვალოს. ოპო. ეს ისა? ეს ისა. Чёмикай. რაო ძმა, ვეღარ ბლატაო, მე გეყნა. ოჯახ განდრონო, ახლა მამაჩემი თქვა, რომ გმირი ხარ. მოვედით, ყველა გავაგვიწეთ, გასასვლელისკენ მიდიან. ძალიან კარგი. და ამას რა ვუყოთ? მე რა უნდა მიყოთ? როგორ პედავთ? ყველას უკან გაგიყოლებთ. არა! არა, დასრული, გაი. მეთქი შემდეგი სერია მე ძალიან მწუხარ, მაგრამ მათი გადარჩენა ვერ მოახერხე. რანაირად? გავიგე კაცო, რას მეუბნები, ანუ დაიღუპნენ? ასეც ვერ ვიტყოდი. Strange-ის და ნამდვილად არ არიან, თუმცა შელოცვა, რომელიც პრინტატორმა გამოიყენა, ადამიანს მთელი მისი სხეულით სრულიად სხვა განზომილებაში გზავნის. არ ვიცი ახლა სად არიან, მაგრამ მსგავსი რაღაცებისგან ხალხი თითქმის ვერასდროს ბრუნდება. ძალიან მწუხარ. რაღაცის გაკეთება უნდა მომიხერხებინა. არ არის რეალურად ეგრე? ეგრე. რა ხდება?
გაიღვიძე? რა? შენ ვინ რა ჯანდაბა ხარ? შეგიძლია კატაკლიზმა დამიძახო, ან რაც გაგიხარ. მართლა კატაკლიზმა რა. დებაი, სულ ფეხებზე მკიდია სიმართლე გითხრა. სად ვარ, რა ხდება? მიყვარს რო ვერ ხვდებიან ხოლმე. მოკვდი, განუტევე, გაფშიკე ფეხები. რა, მოკვდი? ვაიმე? და სად ვარ, ეს რა ადგილია? ეს შვების ადგილია, სადღაც 5 წუთში $100 მილიონ მოგიტანენ ქეშად. ვაუ! და წესი თქვენი მსახურებით მალე მოვლენ. რა, მართლა? არა, მართლა. ჯოჯოხეთში ხარ, შვილო. რა? აქ რა მინდა? ვისთვის რა დამიშავებია ცხოვრებაში? ეს რით დავიმსახურე? მოიცა, პაჭოსადა, ან სხვები. შენს მაგაცები? ეგენი სამოთხეში არიან. მოიცა, ანუ შენ გინდა მითხრა, რომ ის მეგრელი პარტახი სამოთხეში გულაობს და მე უკეთილესი ადამიანი ჯოჯოხეთში მოვხდი? არ არსებობს! ამას ასე არ დავტოვებ! აბა, როგორ არ დატოვებს? კაი, მე რო სერია მართლა კარგი იყო. ნუ ეს AI-ის თემები. და გაცოცხლდა და მაინც ბავშვები უნდა დავკარგოთ, კაცო. მოკლედ სიტუაცია ასეთია. განდრონმა ხრინტატორი დაამარცხა, თუმცა ბოლოს ხრინტატორმა საშინელი შელოცვა გამოიყენა. შელოცვას ტრანსცენდიო პორტა ჰქვია. ეს შელოცვა სკოლაში კი არის სწავლება, რადგან ყველა, ვისაც გამოყენებული იქნება, სიცოცხლის სხვა შრეზე გადადის. და ჩემი შვილი კაცო. აშრეზია. რატო არ მოვიდათ არაფერი და მარტო ეგენი რატო გაქნე? მარტო ბავშვები გაქნე? ხრინტატორისგან მარცხნივ იდგნენ, ჩვენ კი მარჯვნივ. როცა იმ ნაგავმა შელოცვის გაკეთება დაიწყო, მე დამცავი შელოცვა გამოვიყენე, თუმცა იმის გამო რომ ბავშვები მოშორებით იყვნენ, მათი გადარჩენა ვერ მოვასწარე. ხოდა სად არიან იმარა? შეიძლება ლიმბოში, ან ასტრალში, შეიძლება სამოთხეში, ან ჯოჯოხეთში. ტიტუ? ჩემ შუს ჯოჯოხეთში რა უნდა კაცო? უკეთილესი ბიჭია. ნამდვილად ბიჭია. ანუ ახლა რა შვებით? ხრინტატორი გადარჩა. გენიალური თავიდანვე. ხურო დედა რო ვატირე. ახლა ოთახშია დაბმული. მერე ვაპირებ რამეს? დებილები ვითხოვარ ვიდგებით აქ. ხრინტატორს ორი ჩვენიანი მოინახულებს. არი დარდოთ ბატონებო, ყველაფერი რიგზე იქნება. ჩვენიანები. ხრინტატორ. მიდი აბა, მიდი. კარგი პანდა ბიჭო. რა გამიფანდა? ვამი. სადაა გასაბუჭები? უბია. მინი. კობო არის? თავიდან. ჯაყრილია უკვე. მიდი. გაია. რა გაწიგნებს? ტუალები რას გიგავს? გაი. დრო. შევიდე. საქმე მოაგვაროთ და მე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგასაც ჩავუჯდეთ. აბა. მეთქია. ციხინი ახურაძე. იგივე ხრინტატორი. კაი შარში გაყავი თავი, ხო იცი შენ? მოიცა, ძმაო, რა ხდება? ფსიხო, არასწორ არსებასთან არ უნდა იკამათო. ვიცი რომ ის ბავშვები სადღაც სხვა განზომილებაში დაგზავნენ და მე პასუხები მჭირდება. რა იყო? ახლა ჩვენ სამყაროში კი არ ვართ. თუ მომინდა წამში ნაწილებად გაქცევ. ბავშვები? სხვა სამყარო? რაზე ლაპარაკობს ბიჭო? ფსიხე, კარგი რა. ჩემთან სულელის როლს ნუთამაშობ. ამოღირღე პასუხები. მამის მინე ძმაო, შეიძლება ბევრი სისულელე გამიკეთებია, მაგრამ ბავშვებს არაფერს დაუშავებდი. უბრალოდ სწრაფი ფული შეუნა მინდოდა და რაღაცები ცოტა კონტროლიდან გამოვიდა. ხო აზეხა. სწრაფი ფული? როგორ და პირამიდის სქემა დავიწყე. გააკეთე ფული ეგრევე, ასე ერქვა. ამ დროს რაღაც პორტალს გადავაწყდი. მეგონა აი მეთქი ის პორტალია თქო, აი უცებ რო გამდიდრებს. უცებ გამდიდრებს? აი შეხვალ და რო გამოხვალ ფული გაქვს ეგეთი პორტალი მეგონა რა. ბევრი ეგეთი კი. შთამბეჭდავია. კობა, რა ჯანდაბას აკეთებ, ოთახში შეგეშალა. ხრინტატორს გავს ახლა ესა? რა? მართლა? გაჭრილი ვაშლივი დგავს. კი, მაგრად გავსო. ფსიხინი ახურაძე, იგივე ხრინტატორი. კაი შარში გაყავი თავი, ხო იცი შენ? პოლიკარპე ჯამტრედიაშვილი. მიბძანდით. ბატონი ლუციფერი გელოდებათ, არალოდინოთ. წნევები აქვს დილიდან და საშინელ ხასიათზე. რა სამბო, წნევები როგორც აქვს? გუშინ? სად, კაცო, აქ, ჯოჯოხეთში? წნევა ექნება, აბა რა ექნება? ლავის გამონაბოლქს ვქავთ, ჰაერის მაგივრად, ქაღალდის მაგივრად, ჭკურკაკიდია ტუალეტში და წყლის მაგივრად გადამუშავებულ მჟავას ვსვავთ.
რომელშიც სხვათა შორის ის ტიტავა დემონი როა, ფუკუნდუსი თუ რატო ზანაც ქვია, ეგ აფსავდა, გუშინ დავინახე. ცნებები კი არა, დედა რო არ აქვს. ღმერთო, ოღონდეს ბავშვი მოგვეშორე აქედან რა იქნება? ჯოქეთი დაიტანჯინე ნამის. პატიმარი ნომერი 118 მილიარდ 575. პოლიკარპე ჯამტლეკიაშვილი ფაფაფაფაფა. ჰა? გუშინ მოგიყვანეს და შენზე უკვე ბევრი საჩივარი შემოვიდა. ფაფაფაფაფა. რა ურა წერია? გაქცევის 5 მცდელობა, აჯანყების დაგეგმვა ლუციფერის წინააღმდეგ, დემონები მოატყუა რომ მათზე 64-ში დოკუმენტურ ფილმს იღებდნენ, გამოწვეული ქაოსის ფონზე კი გაქცევა მე-6-ე და სცადა. ფაფაფაფაფა. ჰა? არაფერი არ ისმის. ყრუ ხარ კაცო? მე ვარ ყრუ, ამ ხელა მაგიდა რა ჯანდაბად გინდოდა. სუფთა მუხა, იცი რა დამიჯდა? სულ ფეხებზე მკიდია, აქ შემთხვევით მოხვდი, გამიშვით. ამ პაჭობაინ ჩამოათრიეთ აქ. ვერთადაც ვერ წახვა. ვიცი რომ აქ შემთხვევით მოხვდი, მაგრამ ჯოჯოხეთიდან არავინ გარბის, გაიგე? შედი შლეშმაკო. შეწარაკუა ბავშვო. PlayStation-ი მაინც გაქვთ? არა. ინტერნეტი? ინტერნეტი კი, ოღონდ 64-ის ინტერნეტზე ვზივარ და ერთ ხაზზე იჭერს. არ წვდება. ხო არ გადაოთ აქ რა დოზანა უნდა ვაკეთო? რა და სამაგალითო პატიმარივით მოიქცევი, თუ არა და დაიჭები. მეტი რაღა უნდა დავისაჯო ისე რა ჯოჯოხეთში ვარ. პა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 . მენეჯერთან მოლაპარაკეთ, ეს ადგილი გაწოვილია და უკმაყოფილო მოხმარებლების ცხელი ხაზის დამიწერეთ. აქ რა ჯანდაბა მინა წესით 64-ში უნდა ვიყო. სელებრიტებთან ერთად ან რა ვიცი. სელებრიტების უმეტესობა ისედაც აქაა. ახლა მომისმინე ბიჭი, აქედან გახვალ და ჭკვიანად მოიქცევი, თორემ ცუდი პატიმრებისთვის ჯოჯოხეთის ქვედა შრეებიც არსებობს. კიდევ ასე თუ გააგრძელებ, იქ ჩაგაგდებ და სამუდამოდ ტანჯვა მოგიწეეს. გაიგე? პაპაპაპაპაპაპა. ჰა? გაიყვანეთ ეს ბავშვი აქედან. სად გაგზავნება ბავშვები? სხვა განზომილებაში. ხრინდო, კონკრეტული პასუხები მჭირდება. ისი სამყაროში რამდენი განზომილებაა? უსასრულოდ ბევრი. რა ხდება? რას ვაკეთებდი? ვიღაცას თუ რაღაცას ეძებდი. ხო, სად არიან ბავშვები? კოპა, დიდი ხანი არაა რაც ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ შენი აზრით, ჩემს პრინციპებს შეგნებულად გადავაბიჯებ? ხრინდო, უბრალოდ ვცდილობ კარგი არსება ვიყო. გონია ეს ჯაჭვი გაჩერებს ჩემს წინააღმდეგ? სიზმრების სამყაროს არ ვიცნობდი ძმაკაც, ამიტომაც მომიგე. მსგავსი რამ აღარასდროს მოხდება. პასუხები მჭირდება ხრინდო. სჯობს ნებით ქნა, თორემ ტვინს დაგიდნობ. რომ უეღარასდროს იაზროვნო. ვიცი რომ აქ ვერ დაგამარცხებ. ნუ, ჩემი მაინც რა მიდის, წარმოდგენა არ მაქვს სად არიან. რაო? წარმოდგენა არ მაქვს, როცა შელოცვას ვიყენებდი კონკრეტულ ადგილზე არ მიფიქრია. თავარი მტრების მოშორება იყო და მეტი არაფერი. ჩავყაროთ? ცოტა ხანში. მოიცა, შენ უბრალოდ შელოცვა გამოიყენე? კი, უბრალოდ შელოცვა გამოვიყენე. არ ვიცი სად არიან. იტყუება? არა. სიმართლეს ამბობს. მაინც რა შეგჭირდებათ იმ ბავშვების დაბრუნება? მე რომ აქ მოვხდი მათი ბრალია. ყველა წინა ამბავი რაც აქ მოხდა მათი ბრალია. ისინი დათარსულები არიან და ეს წყევლა ამ ქალაქსაც გადმოაქვთ. მაგ დათარსულებიდან ერთ-ერთი ჩემი შვილია, შეუცხვირო პროჭო. კაი, წამო ჯერ ჩავყაროთ და მე მაჯიკა ვიპოვოთ. ყუთო, რის გაკეთებას აპირებ? სამყაროში უსასრულოდ ბევრი განზომილებაა, მათ ვერასდროს იპოვით. რას გეტყვი ძმაო, იცი? მთელი შენი ფილოსოფია რო ისაა, სამყარო ბნელია და სასტიკიო. პატარა ბავშვებს თავს დაესხი, სად გაგზავნე კაცმა არ იცის. პატარა ადამიანს რო ეგრე მოექცევი, რა გაიზრდება? მე გეტყვი რაც, მონსტრი. მერე დადექი და იყვირე სამყარო ბნელიაო. ყველა კი არ უნდა გაწყვიტო, მომავალ თაობას სწორი მაგალითი უნდა აჩვენო, რომ იქნებ ისინი მაინც არ გავდნენ საკუთარი მამების და ბაბუების თაობას. როგორებით ჩვენ ვართ. წამოჩავყაროთ. რაო, რა გჭირს? ნერვები მაქვს მოშტილი. იდეა, რაზეც საუბრობთ, სუდი არ იყო, ბოლოს ვინ საუბრობდა, ეგ იყო სასაცილო. აქ ვარ გაჭედილი, წასვლა არ შეიძლება, თამაშები აქ არაა, ინტერნეტი გინდყოფილა გინდა რა. ის პარტახი პაჭო კიდე 64-ში გულაობს. და რა მჭირს? აქ ხარ და მაღაზი დარდობ? ოჯახი არ გენატრება? ოჯახის დროა ახლა 3 საათია, მწყურია და წყალს ვერ ვსვამ. დალია, მე გიშლის ვინმე? ეგ წყალი კი არა, გაფილტრული და გადამუშავებული მჟავა. და თან გუშინ დავინახე შიგნით ფუკუნდუსმა რო ჩააფსა. რა დამალევინებს მაგას? ფუკუნდუსი? ჭირის დღესავით მზულს ეგ ტიპი, მაგის ბრალია ახლა რომ ვერაფერს ვაკეთებ. რას გულისხმობ? ნიშნულობა არ აქვს. სხვათა შორის ფუკუნდუსი აჯანყების ლიდერია, იცოდი? ახლა მალე არმიის წინაშე უნდა წარსდგეს. მოიცა რა? აჯანყება? ვის წინააღმდეგ? ლუციფერის რა თქმა უნდა. ჯოჯოხეთის ხელში ჩაგდება უნდა და ათასობით დემონიც მოაგროვა არმიაში. მერე აქამდე რატო არ მითხარი? სად იკრიბებიან? ახლა იქ წავალ და შეუერთდები. გამარჯვების მერე კი 64-ში წავალ და იმ პარტახ პაჭოს მაგარ პანჩურს ამოვცხებ. ესე იგი გაჩერებას არ აპირებ, არა? კარგი, გეტყვი სადაც უნდა მიხვიდე, ოღონდ იჩქარე.
ფუკუნდუსი რაღაცაა დაიწყოს. კობა, აბა რა ხდება? არიცი სად გაგზავნა, თქვა რომ ადგილზე არ მიფიქრია, უბრალოდ მტრების მოშორება მინდოდაო. ანუ ადგილზე არ უფიქრია. იცი ეგ რას ნიშნავს? მე კი ვიცი, საქმე ბევრად გამარტივდა, მაგრამ ხრინტატორმა აშკარად არიცის. ვითომ მაგარი ტიპია, მაგრამ რეალურად მისი სიზმრის სამყაროს იგი ჩვეულებრივი ბრიქვია. მოიცა მე ვერ მივხვდი რა იცით კაცო ან რა გამარტივდა საერთოდ. როცა ხრინტატორი წყევლას იყენებდა კონკრეტულ ადგილზე არ უფიქრია, სადაც ბავშვებს გზავნიდა. მერე? ამ დროს ბავშვების ცნობიერი ჩაირთვებოდა და წყევლას მიმართულებას მისცემდა. ვერაფერი ვერ გავიგე კაცო, შენ თუ გინდა რომ მიაკ დებილებით ვიდგა და გესმინო კი მითხარი. მათადე კაცო და იმ ადგილზე წავიდოდნენ, რაც თვითონ იციან? გეტყვი. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ბავშვები ისეთ განზომილებაში მოხვდებოდნენ, რომელზეც სმენიათ და მათ ცნობიერშია. ეჭვმეპარება ბავშვებმა ბევრი განზომილება იცოდნენ, მაგრამ 64 და ჯოჯოხეთი აუცილებლად ეცოდინებათ. ხო რა, უეჭველი მაგორიდან ერთ-ერთში არიან. თან სხვა განზომილებაში მთელი სხეულით არიან გაგზავნილები. ეგ იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია უბრალოდ მივიდეთ და წამოვიყვანოთ. აუ, ეგ რა კაი ამბავი მითხარი, იმედი მომეცა სიმონ. ახლა მე და კობა წავალთ და ვეცდებით ვიპოვოთ. კარგია რომ კობა ჩვენთანაა, განზომილებებს შორის მოგზაურობა მხოლოდ მას შეუძლია. კაი, წავიდეთ, ჯობს პორტალი გამოვიყენო. სხვანაირად მგზავრობის შემთხვევაში შენ არ ამგონია გადარჩე. როგორც გინდა. აბა, სუნთქვა შეიკარეთ და წავედით. რა ხდება ჩემკა? შემოქმნი. ой, მიაცდა. სად ვარ კაცო? ფუ შენი უხკეშკეშა რა ჭანდაბა მომაწევინა. კოორდინატები ამერია. წავედით. შემოხვიჩე უორნი სახში ჩემი. მე ფუკუნდუსი ვარ. ფუკუნდუსია. რევოლუცია უკვე გარდაუვალია. ციფრის მართლობა უნდა დაეწყოს. არც მისნაირი და არც კატაკლიზმისნაირი არსებები გჭირდება გვეუბნებოდნენ თუ რა და როგორ უნდა ვაკეთოთ. მე ფუკუნდუსი ვარ. საბოლოოდ მინირა გადაწყვეტილება, რომ ჩვენს გაერთიანებას სახელი უწოდოს. წინ ჯოჯოხეთის უკეთესობისთვის. მე არი რა. ია, უკეთესი შეიძლებოდა ეს. სხვა ვარიანტებიც მაქვს. ჯოჯოხეთის გადასარჩენად ფუკუნდუსთან ერთად. მე არა, არ ვარგა. წინ ჯოჯოხეთისთვის. არა, არც ეგ არ ვარგა, ძალიან მარტივია. ფუკუნდუსთა ალიანსი. მაგას არა უშავს, ე კაია. მე ფუკუნდუსი ვარ. Yes, აბარა, ბიჭო, აბარა. ვახ. მინუს ფუკუნდუსი. კლიზმა. მიშველე სადმე უნდა დამალო. კატაკლიზმა კი. თელი არ მიამომდებს, ფუკუნდუსი მოვკალი. ოია. რას მატყუებ? რას გატყუებ, კაცო არმიის ხმარ გესმის? მე გონა ვიომებდით და 64-ში წავიდოდით. იქვე ზარბაზანი იდგა, მეთქი, რავი, გავისვრით ხო და პირდაპირ ფუკუნდოს მოხვდა. მკვდარია, თან ძალიან მკვდარია. მკვდა. რაგაცინებს. გრძნო, მართლა მოკალი. ოლიგ, შენთვის კარგი ამბავი მაქვს. 64-ში მე გაგიხარ. რა? ეგ შეგიძლია? კი. თუ შეგიძლია ხანდიაში. უკვე? და რატომ ეხმარები? შეიძლება არიცი, მაგრამ შენ ახლა ბევრად უფრო მეტად დამეხმარე. აბა დროებით. რა ხდება? მომავალშიც ნახავთ კატას. კლიზმას. სახლი კი მენატრება, მაგრამ უნდა ვაღიარო. ასემშვიდად არასდროს არ ყოფილვარ. რას ქვია ვერ შემიშვებ? იცი მე ვინა ვარ? ფუკუნდუსი, იცი დემონი შენ. მაგას სახე გავაძრე ძმაო. ახლა რა მიმჯერს თუ ეს ხმა თქვენს გეცნობათ? მომისმინე კაცო, მე უკან დამბრუნებელი აღარ ვარ გაიგე. ან შემიშვებ ახლა, ან არა და შევარდები. პოლიკ. აქ რანაირად? შენზე გვითხრეს ჯოჯოხეთშიაო. მეგრელო? აბა? კაია 64? კი, წარმოუდგენლად კარგი, იცი რაები? უხშენი დაგისიებ თავყას ბიჭო, იცი რაები გამოვიარე? როგორც იქნა? ყობა დიშვეს გეფიცები. მოწევას თავი უნდა დაანებო. ეს რა იყო? რა ჯანდაბებში მატარეთ და რამდენ ადგილას მოხვდით? მამა, შვილო, როგორც იქნა გიპოვეთ? ვიშინა
მეოთხე სეზონში რაღა მოხდება, ყველაფერი მშვენივრად წასვლის ვიდეს. დროა. მორჩა თითქოს ყველაფერი ჩაწყნარდეს და რამდენი ხანია ფუკუნდუსის მოცილებას ვწივ? კატაკლის მოგავკებს. პოლიკარპე ჯანტლეკიაშვილია რა. ო, საინტერესოა. კიდევ შევხვდებით. ვარ გინდა რა. მოკლედ, სულ ეს იყო. 7, 8, 9 ნახეთ, მესამე სეზონი დასრულდა, შეეხსენებთ 600 თუ რამდენი იყო აღმოს? 600 ლაიქი ხო? რო ხვალე იყოს. და 700 ლაიქი ერთ საათში რა იყოს. შევხვდებით შენი ვიდეოებში, ნახვამდის.